დილამშვიდობისა, გამარჯობათ პატარებო, გამარჯობათ. დღეს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს. განსაკუთრებული საქმე გვაქვს. ერთი აუზი მოვაწესრიგეთ, ტბორი ჩვენს ბაღში. პატარებს თხოვეთ დახმარება, იმიტომ რომ განსაკუთრებულად მათ უხარიათ ეს ასეთი ამბები. იმ ტბორიდან წამოვიყვანეთ თევზები და ბაყაყები, რომლებიც ახლა ამ აუზში უნდა გაუშვათ, ამ აუზში თუ რა ქვია? აუზი ქვია? აუზში უნდა გაუშვათ. მე მგონი რომ ამაში ძალიან დაგვეხმარებიან პატარები. აუცილებლად. და ჩავალაკოთ დუმფარები. იმიტომ რომ ამ თევზებს და ბაყაყებს სჭირდებათ საჭმელი. და აუზს გალამაზება მცენარეები. შენ მაგის იმედით ხარ ზურა რომ მაგ თევზებს ის დუმფარები შეაჭმევენ? ცოტა, მოციქნიან ცოტას. გაცოცხლდება წყალი. მოდი დუმფარებზე შენ უთხარი პატარებს რა არის ეს დუმფარები? და დუმფარა არის წყლის მცენარე, წყლის ზამბახი, იცით ხო? რომელიც აუზებში ქოთნითიდება, ვრგავთ ამ ქოთანში ჩვეულებრივ, ცოტა სიმძიმეებს ვალაგებთ შიგნით და ზემოდან კენჭებს ვაყრით. ესენი რომ ამებს ჩავაყურყუმელავებთ ახლა წყალში და ესენი რომ ჩაიძირებიან ესეთ ჯოხებით დებთ შიგნით. ნახე რა საინტერესო როგორ უნდა ჩავდესახო. ნახეთ? ესენი რომ ჩაიძირებიან და ეს ბუშტუკები ამოვა, თლიანად რომ ამოვა, ესე იგი ფსკერზე დაითო. ეს იცით რომელი მცენარეა? გვალი ფოთლები რომ აქვს, ბაყაყები რო სხედან ზედ. მაგათ უყურებენ ხოლმე ბაყაყები. მოდი ვაჩვენოთ ჩვენ ბავშვებს, ახლა ისინი ყავს ბაყაყები ყავს, იმ აუზიდან მოვიყვანეთ. ამას ქვია წყლის ზამბახი, ახლავე ამასაც ჩაუშვებ და აქვს ლამაზი ყვავილი, ზოგს თეთრი, ზოგს ვარდისფერი, ზოგს მოწითალო. იქიდან ამოდიან. იქიდან ფოთლებს ამოიტანენ, აქ ზედაპირზე გაიშლებიან და მე იმაზე დაჯდებიან ბაყაყები. ესეთ აუზებში ქვები რომ არ აქვს და რო ვერ ამოხდებიან, ამ ფოთლებზე ისვენებენ ხოლმე ეს ბაყაყები. თევზის გაშვებაში ვინ მომეხმარება? ყველათან ახლა ხართ? არ გეშინიათ? კარგი, მაშინ რომელსაც გინდათ, აი ეს ერთი დიდი, ყველას ეყოფა. ერთი დიდი თეთრი რომ არის, ის ორსულად არის, ბევრი შვილები ყავს მუცელში და ის ჩავსვათ. მოდი. მიდი აბა. მიდი, ნუ გეშინია. არაფერს არ მოგივა, არაფერს არ გიზევს. ხილად მოკიდა ხელი. ხილად. სრიალა. მიდი გავუში. აი ესე, ყოჩა. კარგია. აბა შემდეგი ახლა. აბა. მოდი შენც ის ბუთხუზა გავუშვით. ის მაგის ცოლია. ყოჩა. ნელა, ხილად. გეშინია ხელი, აიწე მკლავი. აი მასე. რატო ვერ იჭერს სრიალებს? ყოჩა, მიდი გავუში. აი ესე. რა გაუხარდათ ახლა იცი? როგორ გაუხარდათ აბა? ამ ხელა წყალში რო გაუშვი. ესენი მიჩვეულები არიან თავისუფლებას ბავშვებო. იქ დიდაუსში არიან დაბადებულები და დაპირ. მიდი აბა შენ. თქვენ მე ბაყაყები გაუშვით მაშინდა. მე მგონი ბაყაყის ხელის მოკიდებაზე თლათ ასეთ თამამად ვერ იქნებით. არ გაშინია? მუჩში ამოიღე, აი ესე დაიჭირე ხელი, ასე როგორ დაიჭერე? ორი თითით როგორ დაიჭერე? ასე დაიჭირე მუჩით. აი მასე. ყოჩა, რა მაგარი ბავშვები ხარ. ცივია? ორი თითით როგორ დაიჭერე? კაცო, ასე დაიჭირე მუჩით. აი მასე, მიდი. აი მასე. აბა უცბად. ყოჩა. აი რა მაგარია. კარგია. ზაფხულში რო გვესტუმრებით, აქაურობა იქნება გამწვანებული, გადაყვავილებული, უფრო მეტი თევზით და ამ ფოთლებზე ბაყაყები ისხდებიან. იცი როგორ მრავლდებიან? გეცოდინებათ რომ ეს არის თქვენი გაკეთებული. აბა რა. მოდი ბაყაყებს ნუ გავუშვებთ ბავშვებო, იმიტომ რომ მე ხო აქ ვცხოვრობ. აი მე იმ სახში ვცხოვრობ და იცი როგორ ყიყინებენ ღამით? რახან დაჭერილი ყავს, წავიყვან და თბილისის ზღვაზე გავუშვებ. კაი? ნახოთ მაშინ ზურა. ხო, ნახოთ აბა რა. ჩვენები გაჩვენეთ. აგვიჭერია, მოგვიგროვებია. ახლა რომ წარმოვიდგინე რომ ეს კიდე 10-ვი აქ იყიყინებს ამეღამ და მე გამაღვიძებენ, ეგ ძალიან ცუდი. მოდი ვაღიაროთ რომ რუსა 2 დღეა იჭერს. რუსა 2 დღე აგროვებს ამ ბაყაყებს. მოდი ამაში ჩასვი და გამოჩნდებია. შეიძლება გადმოხტენ. აბა. აი ერთი გაგვექცა. ბაყაყის შვილებს რა ქვიათ იცით თქვენ? სურა 3 გაგექცა. არა, რუსა მიშველე რუსა.
გვაგებია. იცით ხო რა არა, ქვია შვიდნი. ბავშვებს? თავკომბალები პატარები, ხო? ვინ რომ ხედავთ იმ დუმფარებს, თქვენ ცნობთ რომელია? თეთრი ყვავილები რომ აქვს, ასეთი ბუთხუზა ყვავილები, დიდი ბუთხუნა ყვავილები. ხო? ის დუმფარები იზრდება პალიასტომში. პალიასტომის ტბა გაგიგიათ? დასავლეთ საქართველოში არის დიდი ტბა და ქვია პალიასტომის ტბა. აქ არიან აწავლენ, იმალება ქვეშ. სეირნობენ ახლა. იმ პალიასტომის ტბაში იზრდება ის დუმფარა ველურად და ჩვენ ო, აქ 7-ნი არიან. ჩაყავი ხელი, ჩაყავი. ძალიან საინტერესოა. არ გაშინია? განსაკუთრებით წვიმა უყვართ ზურა, ხო? ო, ძალიან წვიმაში. ორკესტრირებულად მღერს. წვიმაში განსაკუთრებულად ყიყინებენ. შეგიძლია რომ ამოიყვანო? აი, არ გინდათ ხელის მოკიდება, მეც არ მინდა, მე არ მიყვარს ხელის მოკიდება. ასე მიყვარს, მაგრამ ხელის მოკიდება არ მიყვარს. არაფერს არ შრობა, უბრალოდ ფარტხალებს. არა, კვენით არა, კვენით არ გიგებს. უბრალოდ აი თუ მოგწონს ან არ მოგწონს ხელის შეხება ეგ არის. მე არ მოგწონს. საშიში ნამდვილად არ არის. თვითონ უფრო ეშინიათ ჩვენი ვიდრე ჩვენ. არა, მე არ მეშინია. არ მეშინია, უბრალოდ მე არ მიყვარს ხელის მოკიდება. აქსია. მოდი აბა, მოდი შენ ვინახარ, მითხარი შენი სახელი. შენი სახელი რა არის? ვასილი, შენ სოფელში სად არიან ბაღაყები? შენ სეზონში და რას უშვები? ო, ცივია და სრიალებს. პატარები არიან თუ დიდე გომბეშოები არიან? არა, ერთხელ გომბეშო. გომბეშო სხვა რამეა და ბაღაყი სხვა რამეა. არა, ერთხელ შემთხვევით მარტო. ის დიდი გომბეშო. ის გომბეშო წყალში კი არ ცხოვრობს. მეშინია ტასა, მიდი. ჩემი მეგობარი ბაღები. ჩაყავი, მიდი, ჩაყავი, აბა ჩაყავი. ამოიყვანე, მიდი. ამოიყვანე, აბა თუ არ გეშინია, გაიჭეყონ არ გადახტეს. ნახეთ თქვენ აბა ვინც ჩაყავს. არ გადავა. აი, არ გინდა არ მოკიდო შენ ცხელი. არ მოკიდო კაცო. აი დაიჭირა ზურა. მე მეოთხეს ვეღარ გავუშვებდი ბავშვებო. შანსი არ არის მაგრამ. ჩვენ გავაგრძელებთ გართობას. იმედია თქვენ ცოტა გაგახალისეთ. ბაყაყებს წავიყვანდა თბილისის ზღვაში ჩავაბრძანებ იქ კარგი ტბორებია და ახლა მწვიმიან დღეებში კარგად იქნებიანი გუჩემოთ. აქ წაიღეს ტვინი და მთელი ღამე ძალიან ყიყინებენ და მაწუხებენ. თევზები გამრავლდებიან. ბავშვები რომ მოვლენ ნახავენ თავიანთ გადმოსმულ თევზებს. იმაუსში მრავლდებიან უფრო, მაგრამ აქაც მოსწონთ, იმიტომ რომ ღრმა არის წყალი, აქ 80 სანტიმეტრია სიღრმე. და დუმფარებსაც ნახავ. დუმფარებიც გაიზრდებიან და რომ მოვლენ კიდევ აჩვენებთ გაზრდილებს. გემშვიდობებით, დროებით ნახვამდის. ნახვამდის, დიდი მადლობა.